საქართველოში სტუდენტების მეოთხედს უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა. კვლევის ამ შედეგს UNICEF-ი აქვეყნებს. მასში მონაწილეობა 18-20 წლის 155 სტუდენტმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თელავიდან. შერეული მეთოდის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სტუდენტები იყენებენ მწირ ლექსიკას ან ვერ გამოხატავენ აზრს. 1/3-ს უჭირს საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტირებული პოზიციების დაფიქსირება. ასევე გამოიკვეთა წიგნიერების ნაკლებობის პრობლემა. საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომ საყურადღებოა, ამაზე საუბრობს ჟურნალისტი მარინა ზარდიაშვილი და მთავარ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ამ კვლევაში მართალი გითხრათ, ახალი არაფერი არ ვიცოდი ეს. რომ მდგომარეობა იყო კატასტროფული, უბრალოდ რას ვიცოდი, იმის დადასტურება. აი ეს თაობა, რომელიც აზრს ვერ ალაგებს და წიგნიერი არ არის, ესენი მოვიდნენ უკვე. აი 30 წელს ვლაპარაკობ, ესენი მოვიდნენ უკვე და უკვე აი ქვეყანაში რა ხდება და ხედავთ რა მდგომარეობა და ვინც რას ეტყვის ისე ჩაუდებენ თავში და არანაირი თავისი კრიტიკული აზრი არ აქვს, აზრის გამოტანა უჭირთ და თუ თიყუშებივით იმეულ ადვილად სამართავები არიან, ყველა იბრიყვებს, ყველა შეუძლია რომ მაგათ ისარგებლოს. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ჩვენ განათლება თავის დროზე ესე მიუშვით, აი მიუშვით რასაც აქვია. მე ძალიან განვიცდი ამ ამბავს, იმიტომ რომ ძალიან ძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს კიდე მომავალში კიდე უფრო ჩაგვარტყამს თავში და აი ამაზე რა ვიცი, რატო არა ფიქრობენ და რა ხდება ვერ გავიგე. ძირეული რეფორმებია საჭირო და როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე იტყო და უსწავლელი კაციო გყავსო გაურანდავ ხეესო. უსწავლელი ადამიანი და ნასწავლი ადამიანის შორის ისეთი სხვაობაა, როგორც სინათლე და სიბნელე და აი რატო ვირჩევთ სიბნელეს არ ვიცი.